გლობალური უძრავი ქონების ბაზარი 2025 წლის მონაცემებით მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისა და სტაბილიზაციის ფაზაში შევიდა, რაც 2026 წლისთვის ახალი საინვესტიციო ციკლის დაწყების წინაპირობა გახდა. Precedence Research-ისა და სხვა წამყვანი ანალიტიკური პლატფორმების კვლევებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების მომსახურებისა და ოპერაციების გლობალური ბაზრის მოცულობა 2025 წელს დაახლოებით 4 ტრილიონ 340 მილიარდი დოლარია. თუმცა თუ განვიხილავთ უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურას როგორც აქტივების ერთიან კლასს, მისი ჯამური ღირებულება 2025 წლის ბოლოსთვის შთამბეჭდა 393 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მას მსოფლიოში სიმდიდრის დაგროვების ყველაზე მასშტაბურ ინსტრუმენტად აქცევს. 2026 წლისთვის პროგნოზები კიდევ უფრო ოპტიმისტურია. მოსალოდნელია ბაზრის ზრდა 5 ტრილიონ 580 მილიარდ დოლარამდე, რაც ძირითადად განპირობებულია ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პოლიტიკაზე გადასვლით. 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა მონეტარულმა შემსუბუქებამ საგრძნობლად შეამცირა წნეხი იპოთეკურ სესხებზე, რამაც გაზარდა ტრანზაქციების რაოდენობა და ინვესტორთა თავდაჯერებულობა გლობალურ დონეზე. გრძელვადიანი პერსპექტივა ბაზრის მდგრად ზრდაზე მიუთითებს. პროგნოზირებულია, რომ მსოფლიო უძრავი ქონების ზომა 2034 წლისთვის 7 ტრილიონ დოლარამდე გაფართოვდება, რაც საშუალო წლიური 5,9%-იანი ზრდის ტემპით არის განპირობებული. ამ ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ურბანიზაციის დაჩქარებული პროცესია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც 2050 წლისთვის მოსახლეობის თითქმის 68% ქალაქებში იცხოვრებს. 2026 წლის უძრავი ქონება ხელოვნური ინტელექტთან მასშტაბური ინტეგრაციით ხასიათდება. AI-ზე დაფუძნებული პლატფორმები უკვე ფუნდამენტურად ცვლიან ქონების შეფასების მართვისა და ძიების პროცესებს, რაც ბაზარს უფრო გამჭვირვალეს და ეფექტიანს ხდის. საცხოვრებელი სეგმენტი კვლავ დომინანტურია და ბაზრის საერთო ღირებულების 70%-ზე მეც მოიცავს, თუმცა 2026 წლიდან ინვესტიციების გადანაცვლება ისეთ ნიშურ სექტორებზე შეიმჩნევა, როგორიც არის მაგალითად მონაცემთა ცენტრები. ქვეყნების მიხედვით 2025-2026 წლებში ყველაზე დინამიკური ზრდა რამდენიმე კონკრეტულ რეგიონში დაფიქსირდა. არაბთა გაერთიანებული საამიროები, განსაკუთრებით დუბაი და აბუ-დაბი კვლავ გლობალური ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, სადაც ფასების ზრდა დაახლოებით 18%-ის ფარგლებშია, ხოლო გაქირავების ამონაგები 10%-იან ნიშნულს აღწევდა. საუდის არაბეთი 2026 წლის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას წარმოადგენს, სადაც Vision 2030 პროექტების ფარგლებში უზარმაზარი სახელმწიფო და უცხოური ინვესტიციები მიედინება. აზია წყნარი ოკეანის რეგიონში უძრავი ქონების ბუმით ინდოეთი გამოირჩევა, რაც საშუალო ფენის ზრდითა და ინდუსტრიული განვითარებით არის განპირობებული. ევროპულ ბაზრებზე კი მიუხედავად საერთო ეკონომიკური სიფრთხილისა, პორტუგალია და საბერძნეთი რეკორდულ მაჩვენებელს აჩვენებენ. პორტუგალიაში უცხოელი ინვესტორების წილი ტრანზაქციებში 60%-ს აჭარბებს, ხოლო საბერძნეთში ფუფუნების კლასის უძრავ ქონებაზე ფასები წლიურად 10%-ით გაიზარდა. ნომინალური ფასების ზრდის კუთხით კვლავ თურქეთი ლიდერობს, სადაც მაჩვენებლები ხშირად 30%-ს აჭარბებს, თუმცა ინვესტორებს აქ მაღალი ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინება უწევთ. ჩრდილოეთ ამერიკაში კი მექსიკა იქცა მიზიდულობის ცენტრად, სადაც ფასების 9%-იანი მატება და ამერიკელი პენსიონერებისა და დისტანციურად მომუშავე პროფესიონალების მხრიდან მზარდი მოთხოვნა ბაზრის სტაბილურ გაფართოებას განაპირობებს. 2026 წლის ბაზრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ESG სტანდარტების სიმკაცრეა. ენერგოეფექტიანი და მდგრადი შენობები სულ უფრო მეტად ფასდება, რაც განვითარებულ ქვეყნებში ძველი ფონდის მოდერნიზაციის ტალღას იწვევს. გლობალური უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელს უფრო მდგრადი, ტექნოლოგიურად აღჭურვილი და დივერსიფიცირებული იქნება, რაც მომდევნო 10 წლეულის ზრდისთვის მყარ საფუძველს ქმნის.